Yeter. ეყოფა. Aradın. Dexmareba ithove. istedin. Kimse etmedi. ჩემს გარდა არავინ არ დაგეხმარა, არავინ. Ağlamak yok. ერთი პირობა მაქვს შეგნემ. Şeklim bu. ნუ ტირი. კარგი. Aferin sana. ოჩახ. ის ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იხედება კარში. სხვებს თუ უყურებს, ამას მხოლოდ მათ დასაბნევად აკეთებს. თავიდან სპეციალურად აგებს. Boş ver onları Şebo. ეყოფა შევო. Gerek yok onlara. არ არის საჭირო დღეს ისედაც გამიმართლებს. Korkma Şebo. ნუ გეშინია შევო. Ben yanındayım. მე შენ გვერდით ვარ, მე დაგიცავ. Hadi git şimdi. ახლა მიდი ვისკი მომიტანე. Bir viski alabilir miyim? ვისკი თუ შეიძლება. Ben yardımcı რით შემიძლია დაგეხმარო? Zıpkın gibi oldu. შესანიშნავად გამოიყურები, ყოჩახ. Tebrikler. გილოცავ ძმაო. Sağ ol kardeşim. დიდი მადლობა მეგობარო. მოგესალმებით ბატონებო. Beni oynarken... როგორც წესი არ თამაშობ ხოლმე. მაგრამ ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად გადავწყვიტე, რომ ახალი დასტის გახსნის დროა. დრო ვითამაშო და გავიგო ვინ არის. ვინ არის რამის კარაისკის გვერდით. İyi bak. კარგად დაგვაკვირდი. სწორედ დროულია. ახალი თამაშის დაწყება, ახალი წესები. თუმცა მანამდე ყველამ ნახოს ვინ საძის. ამიერიდან ასე ვისხდებით ძმაო რამის. არა? Ben onu bilmem ama... არ ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მე ყოველთვის შენ წინააღმდეგ ვითამაშებ. Karşında kurulacağım. Hazırsanız... თუ მზად ხართ, დავიწყოთ. Tamam. კარგი, Da nesine? მაგრამ რაზე ვთამაშობთ? ეს ჩვენი პირველი თამაშია. ბოლო თამაში ყველაფერზე იქნება. ახლა მოდით გადავწყვიტოთ, რის დაკარგვაზე ვართ თანახმა.
სონად ჩამოვიდეთ იმას, რაც ფულზე ძვირფასია ჩვენთვის. Ne mesela? მაგალითად, დედა ჩემო ეს ბეჭედი ჩემი საცოლისთვის მომცა. ადრე სულთან დავატარებდი და შურის ზიებაზე ვფიქრობდი. ახლა ის იმედის სიმბოლოა. ის იმის მანიშნებელია, რომ მე მყავდა და კვლავაც მეყოლება ოჯახი. Bayılırsın böyle şey. როგორ გიყვარს ასეთი რამეები? Koy ortaya bir. 100,000 შემოდი და ადამიანურად ვითამაშოთ. Ne yapayım bu? რა შემჭირდება ეს ჟანგიანი ბეჭედი? Ömer უმერი ჯარში იყო. askerdeydi. Eyşan'la ben მე და ეიშანმა ეს ქვა კაზინოში Bana მოვიბარეთ. neden yürüttük bana? Cehenneme ეს ჩემი კარია ჯოჯოხეთში შესასვლელად. ეს დანა მამა ჩემი სახსოვარია. თუმცა ჯობს ეს ისტორია სხვამ გიამბოთ. Derler ki ყვებიან, რომ yıllar önce დიდი ხნის წინ 12 yaşında 12 წლის ბიჭი პურის საყიდლად წავიდა. ekmek almaya gitti. ხულიგნებმა სცადეს მისთვის İki serseri პური წაერთმიათ. onun ekmeğini Man danit elinden moigeriye almaya isini. çalışmış. O da ეს მისი პირველი მკვლელობა იყო. ilk leşini o zaman sermiş yere. ასე ყვებიან. მაგრამ სინამდვილეში ასე იყო თუ არა, არავინ იცის. შენ რას ჩამოხვალ? შენთვის რა არის ფულზე ძვირფასი? Bu yüzük senin için შენთვის ეს ბეჭედი იმედის სიმბოლო არ არის, ეზევ. ყოველთვის როცა მას უყურებ, dünyanın ხედავ როგორ დაკარგი ყველაფერი, რაც კი გაგაჩნდა. ben seni კარგად მესმის ეს გრძნობა. çok iyi anlıyorum. კენანი სელმა 1981 წელი. 1981 sonsuza dek. სამუდამოდ. Dayın her şeyi ძიას ყველაფერი არ უთქვამს? O benim იცი ეს ჩემთვის რას ნიშნავს? hiçbir მე zaman არასოდეს bir ყოლია aile ოჯახი და არც მეყოლება. ve hiçbir zaman olmayacağı demek ki. Başlayalım mı დავიწყოთ oyuna? თამაში.
ერთმანეთს ვერ მოუგებთ. ყველაფერი ადვილად გამოსაცნობია. Bumasadan ნუ დარდობ ქენან მაგიდიდან, როცა ავდგებით, მოვიგებ. Bumasada da yeni ფიქრობ ჩვენ მაგიდასთანაც მოვიგებთ. ეს როგორ ჯენგეს? აქ ვერავის ვერ მოისყიდი. პატიოსან თამაში როგორ მოიგებ? dedim ki როგორც გავიგე, ზიას ახალი ფავორიტი ხავს. belki sen de იქნებ შენს დაჯდა მაგიდასთან. მე კი გავიგე რომ საკუთარი ხალხის ღალატით მეუყვები ზევით მიმავალ გზას. შემდეგი ვინ არის? კენანი? ჩემი ძვირფასი ეშენი გვთავაზობ შევისვენოთ. არ მინდა მისი განაწყენება. ისე თავაზიანად დამთანხმდა რომ ამ თამაშის დროს ჩემ გვერდით ყოფილიყო. გთხოვთ. ეიშან. ყველაფერი კარგად გამოვიდა? Kenan'la toparlan. კენანთანაც ყველაფერი მოგვარებულია? ნუ ღელავ. İyi o zaman. მოდა ასე O იყოს. ayarda tutalım. მეტის მეც ნუ ვიზამთ. Fazla abartmayalım değil mi? შენ ხომ მეცნობ ჯენგის. Benim sağım solum. ჩემი აზრების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. დიდი მადლობა. არ გინდა ძმაო. ისინი წააგებენ. ტუალეტში გავალ. შევლემ. Bekliyorum sizi. გელოდები ჩემო კერათმიანო. Laftan anlamıyor musun sen? ნორმალური ლაპარაკი არ გესმის, არა? Ne zaman როდის დაურეკე კენანს? ჩემი წასვლისთანავე? çıkmaz mı? ხო, Ne dedin? რა ona? უთხარი? საკუთარი თავის შესთავაზე? Kardeşim შენი vardı, დის ben onu მკვლელს აპატიე? affetmedim dedi. Dedim. ხო, Daha güzel. სწორედ ასე ვუთხარი მას. ოღონდ კიდევ უფრო ლამაზად. Sen რანაირი ადამიანი ხარ? Bağırma საერთოდ şimdi. არ ფიქრობ აჰარზე. Hiç mi არ zor გიჭირს yani? კენანის გვერდით ყოფნა. Çok. ძალიან მიჯერს. Senin için. შენ aradım გამო Zara. დავურეკე ესა. Senin için. შენ გამო მივედი მასთან. Senin için. შენ გამო ვუკეთებ ხელკავს, შენ გამო ჩავჩურჩულებ ყურში. Senin için. შენ გამო ვკოცნი. Senin için ამ oynadığım თამაშს oyunu. შენთვის senin için ვთამაშობ. gireceğim koynuna. ლოგინშიც შენთვის Cezar. ჩავუწვევი ესა. Ben senin için. შენთვის ვიქნები ჩემი დის მკვლელის გვერდით. Oyun mu? ეს თამაშია? Son oyunu. ჩემი უკანასკნელი თამაში. Sadece მხოლოდ senin için. შენთვის. Yeter ki ოღონდ sev. ისევ გიყვარდე. Yeter ki. ოღონდ ისევ მე Görmeyeli unutmuşsun oyun ortak. თამაში დაგვიწყებია პარტნიორო. ახლო ინდა უბრალოდ თამაშზე არ ფიქრობს. ვერ ხედავ ეიშანს თვალს არაშორებს. Sen kolay kolay. ყველაფრის დავიწყება არც ისე ადვილია, ასე არ არის ეზელ. Eşan? ეიშან,
სულ ფიქრობდი, რატომ მივიდა მეთქი დღეს ეიშანი. ცუდად არ გამიგო, ძალიან მიხარია. მაგრამ მაინც რატომ მოვიდა? ჯენგიზის გამო? თუ ჩემ გამო? ფასი. თუ ეზილის გამო? ის რომ ენახა და დალაპარაკებოდა. ჩვენს ალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. ვიცი. დღეს ეზელმა უარი გითხრა. რატომ ეზელ? ახალი ცხოვრება დაიწყე? შენი ბეჭედიც მაგედაზედებს კენან. რა, შენ არ დაივიწყე სელმა და ახალი ცხოვრება არ დაიწყე? სელმას მე არასოდეს ვუყვარდი. ასე არ არის რამეს? გულახდილად თქვი. სელმას შენ უყვარდი, მაგრამ მე ამერჩია. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ხომართალი არ ამეს. საკმარისი იყო ეიშანზე დაგვეწყო ლაპარაკი, ეზელი მაშინვე როილდა. ის ვერ თამაშობს. შეიძლება თავადაც ვერ ხდება, მაგრამ ჯერ ისე უყვარს ეიშანი. შენ ეს დაიმსახურე. ეს შენია. დღეს შენ გამარჯვება მოგვიტანა. მაგრამ ჯერ არ გიპასუხია, რატომ ხარ დღეს აქ? იმისთვის, რომ ეს ბეჭედი ისევ გაიგეთო? ამიტომ მამაკაცებო, სიყვარული კარგია, მაგრამ ეს ცოტაა ქალისთვის. ხელს დაისვრით მის მოსაპოვებლად ბრძოლაში. ეს კი შეგიძლიათ. თქვენ მაინც არ დაყრით ფარხმალს. თქვენ გაიმარჯვებთ. ჯენგიზმა მოიპოვა გამარჯვება. მისია ეს ბეჭედიც და მეც მისი ვარ. მეც მისი ვარ. üzülme ortak. ნუ ვიდარდებ პარტნიორო. İkisine de iyi bak. ორივეზე მე ვიზრუნებ. ნუ ნერვიულობ მეგობარო. ჩვენ დაუბრუნდებით იმის სასაღებად, რაც გირაოში დაგიტოვეთ. Sana bir şey söyleyeyim mi Kenan? შეიძლება რაღაც გითხრა კენან. ეიშანი ყველა ჩვენგანზე კარგად თამაშობს. ბატონო ჯენგიზ, ეიშან. ჯენგი შეიძლება ეიშანს დაველაპარაკო 2 წუთით. ოღონდ ცალკე. წავედით შევო.
მე მოვიგე. მაგრამ რატომ ვერ ვგრძნობ გამარჯვების სიხარულს შებნემ? დეუფიკისთვის რის თქმას აპირებდი? არაფრის. დაახლოებით ასეთი რამის თქმა მინდოდა. შეეჩვია დღეიდან სულ ასე იქნება მეთქი. ხოჩა. ეგ სულელი შენნაირი გოგოს ღირსი არ არის. თქვენ სხვადასხვა საფეხურზე დგახართ. გამომართვი. ეს შენი იყოს. პრინციპში ლამაზი არ არის, მაგრამ ძველია. შეიძლება ანტიკვარიც კი არის. თუ გინდა ფასიც გაიგე. არ გიხუმრები შებნემ. ამ ბეჭედის დანახვა აღარ მინდა. ეს შენ სწორად გავიგე შენი ნათქვამი. შენთვის თუ ვიბრძოლებ, Senin için savaşırsın. შანსი მაქვს? Hala bir umut ასეა? var. Doğru mu anlamışım? ასეა. Niye değişti? მაინც რატომ გადაიფიქრე ასე უცებ? შენ როგორ გგონია? İltifat mı? პირფერობა დაგიწყო თუ სიმართლე გითხრა? ეზელმა უკან არ მიგიღო. Seni kabul etmedi. წასასვლელი არსად გაქვს. Gidecek başka bir yere. ამას ბავშვიც ემატება. Senin bir çocuğun. ამ მდგომარეობაში იგონივრულია, რომ Bu durumda ყველაზე ძლიერისგან მიიღო დაცვა. en akıllıca şey ხომ ასეა? en kuvvetli adamın arkasına takılmak. Kızdın mı? გეწყინა? გააგრძელე. Kendini სანამ ისევ toparlayarak ძლიერი არ kendini გამხდარ ხარ, geçireceksin. კარგი ურთიერთობა გექნება ჩემთან. Ama öfken dinle. მაგრამ შენი ბრაზი არ გამქრალა. Hala nefret კვლავაც ediyorsun. გძულ ვარ. Ne diyorsun? აბა რა სიტყვი? პირფერობა დაგიწყო? თუ სიმართლე გითხრა? Sakın. არავითარ შემთხვევაში. Sakın. ნუ რასოდეს მეტყვი სიმართლეს. სტამბოლი 1976 წელი. მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ მიყვარხარ. ხოლო ჩემ ჭირდები. დაგინახე თუ არა იმ წუთიდან ასეა. შენ გარდა ვერავის ვამჩნევ. ჩემს გულში სხვისთვის ადგილი აღარ არის. ხოლო შენ მენატრები. მხოლოდ შენ გეხები. მართლა ასეა? შენან გეყოფა. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება? თქვი ბოლოს და ბოლოს. ასე როლს ვერ ვისწავლი და ხვალ შევრცხები. მსახიობი ვერ გავხდები. მიპასუხე ეს მართალია? რამიზე გიყვარდა? არა. არ მითხრა სელმა. არ მინდა რომ ვიცოდე. ნუ მეტყვი სიმართლეს. საიდან მოიტანე? რატომ უნდა მყარებოდა? მართლა? მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე როგორ გიხსნიდა სიყვარულს. შენ არანაირი გრძნობა არ ქონდა მის მიმართ. არანაირი. ეს სამხრივი ბავშვური გადაცემა იყო. ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. ამაზე ხომ უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. შენ მოისმინე რამის მარა მითხრა და წახვედი. ჩვენ უშენოდ ვერ გავძელით და ისევ უკან წამოგიყვანეთ. სულ ეს არის. მას შემდეგ რაც დაბრუნდი აღარაფერი ყოფილა. დამიჯერე ბოლოს და ბოლოს. დამიჯერე. მივდივარ, რამე მშვიდობისა. Ramiz abi, ძმაო რამის, bir şey soracağım. ერთი თხოვნა მაქვს შენთან. კენან? Yarın Selma'nın seti. ხვალ სელმას გადაღების პირველი დღე აქვს. დილიდან ვარჯიშობთ, უკვე დავიღალე. მოგვეხმარები? Eder misin? Bak, ხოლოდ ეს ნაწყვეტი წაიკითხე. ხომ თქვენ მივდივარო კენან? kırmaz beni ya. მე უარს არ მეტყვის. ხოლოდ ერთი ეპიზოდი. კარგი ძმაო. Gel abi böyle. შეხედე? ხოლოდ ეს ტრიქონები უნდა წაიკითხო. Bak, აი, şunları okuyor. აი ეს. Her okuduğunda ყოველი ტრიქონის შემდეგ თვითონ აბიჯი უნდა გადადგა მისკენ. senin için bir sakıncası yok. რა თქმა უნდა, თუ კი შენ წინააღმდეგი არ იქნები.
მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ მიყვარხარ. მხოლოდ შენ მჭირდები. დაგინახე თუ არა იმ წუთიდან ესეა. შენ გარდა ვერავის ვამჩნევ. ჩემს გულში სხვისთვის ადგილი აღარ არის. მხოლოდ შენ მენატრები. მხოლოდ შენ გეხები. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. Oldu mu? ნორმალური იყო? Abi? მეგობარო. გამოვიდა. Yok ya olmadı. ისე რა. Neyse რა უშავს. hallederim. ისევ მე გავაგრძელებ. წარმატებას გისურვებთ. ნახვამდის. Tamam mı? კარგი. აბა, დარწმუნდი? Allah bu telaffuz. ასე თუ ილაპარაკებს ის არასდროს არავის არ შეუყვარდება. Rahat bırakalım Yeqopa Kenan. Unutalım Მოდი hepimiz დავივიწყოთ işte, ეს. izin ver. Gördün mü ხომ ne ნახე რა kadar მშვიდი იყო. Bir şey sesle yapabilir miyim? გონია შეძლებდა ასე მშვიდად ყოფნას. სტამბული 2011 წელი. რა, იშანმა დახმარება შემოგთავაზა? რა თავხედი არა? შე რა უთხარი? ეზელ რა უპასუხე? Bir şey demedim. არაფერი. ხუბრობ. როგორ შეიძლება მის ინდობა კიდევ ერთხელ? მან ხომ ჩვენ უკვე გავყიდა. როცა ამბობ ჩვენო, შენ. შენ კარგი, შენ. ზია, რამე უთხარი ამ არანორმალურს. ეს ეზელის გადასაწყვეტია. როგორ? ჩვენ კენანთან ერთად ვისხედით მაგიდის გარშემო, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩვენზე ძლიერია. ყველაფერი გამოგვადგება, რასაც ძალების ბალანსის შეცვლა შეუძლია. ის ხომ ეიშანია? ეს ეზელის გადასაწყვეტია. ეზელ? ერთი წამით მაინც დაიჯერე, რაც ეიშანმა გითხრა. რატომ არ უნდა დავიჯერო? ის ეზელს მოუყვება ყველაფერს, რასაც გაიგებს. მოუყვეს. არაფერი არ მოიმოქმედო. თვალყური უნდა ვადევნო მას. მისგან არაფერი არ უნდა დავმალოთ. ბატონო კენან, ნუ თუ ვერ ხდები, რომ ის კალი ჩვენ მახეში შეტყუებას ცდილობს. შემოძვირფასო კაია სიყვარული ისეთი თამაშია, რომ ზოგჯერ შეიძლება თავადაც კი გაება საკუთარ მახეში. აი გამომართვე. პოლიცია, მკვლელობების განყოფილება. დრო ქვეყანას გავაგებინოთ, რომ ეზელი ომერ უჩარია. მართალი ვარ? დეპო. დაიღიმე. რა ხერას მივახციეთ? ემირგან. სასახლეში ვართ. ეზელისგან გადმოგედო ასეთი კარგი იუმორის გრძნობა. ჩვენ მწვერვალზე ვართ, დეპო. ნახე, ხმა უკვე გავრცელდა. მეგობარო. ორი ყველიანი ტოსტი და ორი კოლა. ორი ტოსტი. და ბევრი კეჩუპი. ალი მარწუხს ბევრი კეჩუპი უყვარს, გაიგე? გასაგებია? Yengenlere bol ketçap koy canım, oldu mu? Abi tabii. ვერ გიცანი ძმაო ბოდიში. რა თქმა უნდა, ბევრ კეჩუპს უზამთ. როგორი იყო? არიქა. მაგარი.
ხელსაწმენდებით სთხოვე, რომ არ დავისვაროთ. რა დროს ხელსაწმენდები ეტეფო? თელ სტამბოლს ეწოდინება ჩვენი სახელები. ამჯერად იღბალი ჩვენს მხარესაა. შენს მხარესაც. ეგ როგორ? შენ ჩემი მარჯვენა ხელი იქნები. წინ დიდი კარიერა გელის. კარიერა არა. რა კარიერა ძმა? აქედან დაიწყება აღმასვლა შენს კარიერაში. შენ იქნები ჩემი მკვლელი. ეს შენი პირველი შეკვეთაა. კაია? ეზელმა და რამიზმა იციან? არავინაც არ უნდა იცოდეს, ჩვენ ვართ ჩვენივე თავისუფროსები. ეს ტიპი რომ მოკლა, ჩვენზე არ გაბრაზდებიან? სწორედ ეს არ ესმის ეზელს. ეირი აღარ არის. ეს ნაბიჯურები არმიის გარეშე დარჩნენ. ესეც უნდა მოვიშოროთ თავიდან, მანამ სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებენ. ჯერ ძალიან ადრეა. შენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით ეფო? მე თავმდაბლობის გამო ვთქვი ჩვენი თავისუფროსები ჩვენ თვითონ ვართ მეთქი. ახლა შენთვის გასაგებენაზე გეტყვი. ბოსი მე ვარ. ეს შენი სამუშაოა. მუშაობის ნაცვლად თუ კი ყბედობას დაიწყებ, შუა გზაზე დაგტოვებ. მიხედე ამ ტიპს. ოღონდ ისე მოაწყვე ყველაფერი, რომ უბედურ შემთხვევას გავდეს. გამარჯობა, დაბრძანდით. რაღაც მოგიტანეთ. ეს საქმე დიდი ხნის წინ უნდა დახურულიყო. ბატონ კენანს სურს, რომ სამართალმა იზეიმოს. თანაც დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლივ. ბადე. ის არის? ის არის. დავედით დაგაგვიანდება. ბადე. გაგიჟდი? ნახე რა სიმპათიურია. იცოდე დაკარგა. უკვე დავკარგე. ის სხვა ქალს ეკუთვნის. ბადე. ტირი. ჯერ არ დაგვიწყები ვარ. როგორ უნდა დავიწყებოდი? გუშინ დავშორდით და დღეს ახლა. ჩვენ გვინდა რომ ერთად ვიყოთ. ვინ უნდა შეგვიშალოს ხელი ამაში? ჩემმა პედაგოგმა. თქვენ სტუდენტი ბრძანდებით? მე ნატურის შემცვლელი ვარ იმ შემთხვევაში თუ ამას რამე დაემართება. ეზელ. წინააღმდეგობა არ არსებობს. დღეს მოდი, ამავე ადგილიდან გავაგრძელოთ. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მე არ შემიძლია მასთან მეტოქეობა. ბადე, შენ უკვე გაიმარჯვე, შენ უკვე ჩამოიტოვე ის. თქვენ შვილი ყავთ. შეგიძლიათ აუდიტორია დატოვოთ. როგორ უნდა გაუწიო მას მეტოქეობა? ვინ იცის რა გადაიტანეთ ერთად? ბევრ ცუდ რამეს მოგიყვები. შეხედე საკუთარ თავს, საკუთარ სახეს. მე ვერ შევეჭიდები თქვენს წარსულს. ჩვენი წარსული საშინელებაა, ბადე. მან მიღალატა. მაგრამ შენ ჯერ კიდევ გიყვარს. ბადე. ერთი წუთით. გაჩემდი. მითხარი რომ არ გიყვარს ის ქალი და გამოყვები. აი ახლა მითხარი რომ არ გიყვარს ეიშანი და ამ სახამოს მოვალ ბარში. კარგი, მე აღარ მიყვარს ეიშანი. საკმარისია? მორჩა? წამოყვე? ახლავე წამოყვე? კიდევ რა გავაკეთო? წარსულის დავიწყებ არ შემიძლია. მე რა ვქნა? დავთანხმდი ამას. მე შენ გარდა არავინ მიყვარს. ხოლო შენ მიყვარ ხარ. რა ვქნათ? იცოდე, თავს არ დაგანებებ. ვინ გთხოვა თავის ანებება? თავს არ დაგანებებ. კარგი. ამას რატომ უყურებთ? ნატურას უყურეთ თუ შეიძლება. უთხარი თავს არ დაგანებებ მეთქი.
ეიშენ. უნდა შევხვდეთ. სასწრაფოდ. დავიფიცე რომ ახალი ადამიანი გავხდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი რომ წარსულის დავიწყებას ვერ შევძლებდი. ნამდვილად ვერ შევძლებდი. ენგინ შემოდი. როგორ მიდის საქმე? ახალი საქმეები ძალიან ხომ არ გყალის? პირიქით უბრალოდ. ძალიან კარგი. შენ ჩვენი ერთადერთი სიამაყე ხარ. ჩვენი მომავალი შენნაირებზეა დამოკიდებული. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ. რა თქმა უნდა. ხოდა მინდა ერთი საქმე შემოგთავაზო. ამ ბოლო დროს ხშირად გვაკრიტიკებენ. დანაშაულის გახსნა არ ხდებაო. საქმეები არ იხურება, ან ცდარი მიმართულებით ხდება გამოძიებაო. საჩვენებელი საქმე გჭირდება. მთხოვეს ეს საქმე საუკეთესო კაცს ჩავაბარო. ჩემი საუკეთესო თანამშრომელი შენ ხარ. პირველ რიგში ამ საქმეს მივხედავ. პირველ რიგში კი არა ენგინ, ახლავე უნდა დაიწყო და დღესვე უნდა დაამთავრო. და ეცოდნენ რომ თუ კი სამართალი აგვიანებს, ის მაინც ზეიმობს, თუნდაც 14 წლის შემდეგ. არა, ჯენგის წიგნებისთვის მოვედი აქ. არაფერს არ გიმალავ, გაიგე? აქ ჯენგიზის ხალხია. ვიცი. პარულად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს. ეს საიდუმლო რომანი იქნება? ჩემთვის ჯაშუშობაზე ტყუილად ფიქრობ ეიშენ. შენთან საერთო არაფერი მექნება. აქ რისთვის დამებარე? რომ შემოგხედო. ხელზე ხელი მოგკიდო. შენი ბრალი არ არის. რას გულისხმობ? შენი ბრალი არაფერი არ იყო ეიშენ. რას აკეთებ, არ გინდა? წლების წინ ისე მოიქეცი, როგორც უნდა მოქცეულიყავი. ბაჰარი ამოირჩი. შენს ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. ამიტომ შენ დამნაშავე არ ხარ. გამიშვი, გაჩუმდი. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა ეიშენ. ეს ლამაზი სიყვარული იყო. არ გინდა ეზელ. ახლა ეზელი არ ვარ. შენ ახლა ეზელს არ ელაპარაკები. ომერ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. და არა მხოლოდ მაშინ. სანამ ციხეში ვიჯექი. და შენ ჯენგისთან ერთად იყავი. როცა ციხიდან გამოვედი, როცა ყველაფერი დამთავრდა. ჩვენი სიყვარული მაშინაც გრძელდებოდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. ყველაფერს. ასეთი სიყვარული გქონდა. არ გინდა. ჩვენ შვილი გვყავს. ო, ჩვენ შვილი გვყავს. ის აღარ არსებობს. ყველაფერი დამთავრდა. მე ასე არ შემიძლია.
ხართ? Kim arıyordu? თქვენ ვინ ხართ? კვლელობების განყოფილებიდან ვარ. რა მოხდა? წამობრძანდით, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ. Konu ne? რასთან დაკავშირებით? თავიდან გაიხსნა ომერ უჩარის საქმე. წავიდეთ. რა სჭირს ტევფიკ? რა უნდა სჭირდეს? ისევ ის ალია. ამ ბოლო დროს ცოტა ვერ არის, მაგრამ ნახე რა უცებ შეიცვალა. ჯერ კიდევ გუშინ სიყვარულს მიხსნიდა. მეუბნებოდა, რომ მთელი ცხოვრება მე მეძებდა. მივიდოდი და ვეტყოდი, შემომხედე, მე აქ ვარ მეთქი. მაგრამ როგორ მივიდე? შეხედე. რა უშავს? შენ მაინც უთხარი. რა უნდა ვუთხრა? ვერ ხედავ ფეხებზე ვკიდივარ. უკვე 1 საათი ავზივარ. არც ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის. მაგაზე ნუ დარდობ. შენ სხვა საქმეები გაქვს, სადი ოჯახს მიხედე მშვიდად იცხოვრე. დიდი მადლობა ბატონო ალი. მაშინ მე მოვედი, როგორც კი თქვენი ამბავი გავიგეთ და სწორედაც მოვიქეცე. მოიცადე. დეპო. აქ მოდი. ძაღლს ეძახის. ამას გახვევი და ხმარება სჭირდება. რა შეასაქმე? რა იყო? თუ არ მოგეწონა უარ სიტყვი? რა სამბობ? შენ ვინ გაგიბედავ შეწინააღმდეგებას? მოიცადე. რა თქვი? არაფერი, ყველაფერი კარგადაა. კარგი მეგობარო, შენ წადი, ამ საქმეს მივხედავ. შენ, ერთი აქ მოდი. რა იყო? ისედაც უამრავი საქმე მაქვს. რა სამბობ? მე ვინ ვარ? გავყარე აქედან, მეც და აზადით, შენ ხომ ბოსი ხარ? ახლა იმას იცავ? ბოსი ვარ, ხო, ბოსი ვარ. რამე საწინააღმდეგო გაქვს? ბოსი ვარ. არ გინდა ამის აღიარება? რა გინდა ჩემგან, რა? დაწყნარდი მეგობარო. რა ხდება? მე ძლიერი ვარ, ყველა მე მიჯერებს. მე იმას ვიღებ, რაც დავიმსახურე. რა გაქვს საწინააღმდეგო? გეყოფა ალი. ალი მარწუხი არ არაობა, არაფრის მაქნისი, დამცირებული, გინდათ რომ ასეც ვხედავდეთ? მე მწვერვალზე ვარ. შეგუეთ ამას როგორც გინდათ, გაიგეთეფო? აქედან ჩამოსვლას არ ვაპირებ. არ ჩამოვალ, არა. არასოდეს, გასაგებია ტეფო? მე მწვერვალზე ვარ ასული. და აქედან არასდროს ჩამოვალ, არასდროს. ვაპატიეთ, რომ გაფრთხილების გარეშე მოგიყვანეთ. მე ენგინ კოჯანი ვარ, კვლელობების განყოფილებიდან. ჩემი ჩვენება გჭირდებათ? რა საკითხთან დაკავშირებით? სერიოზული არაფერია, ნუ ნერვი ვიღებთ. ძველი საქმეა. ახალი ინფორმაცია შემოვიდა და თავიდან ავღზარით საქმე. რა საქმეა? 1997 წელს კაზინო გაიძარცვა და ამ დროს მკვლელობა მოხდა. აიყვანეს ვინმე ომერ უჩარი. იცნობთ ასეთ ვინმეს? სახელი თითქოს არ მეცნობა. თითქოს მეცნობა, მაგრამ ცოტათი გავდა რა. ამბობენ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეხვდეს თავის ორეულსო, ბატონო ენგინ. ბოლო-ბოლო ვერ გამოიჭირეს? გამოიჭირეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს. მერე ციხის ბუნტის დროს დაიღუპა. აბა, რატომ განაახლეთ საქმე? კარგი. მითხარით ბატონო ეზელ. ამ ხალხს იცნობთ?
შუაში რომ ზის ის მე ვარ. ომერი. რა თქმა უნდა ვიცი. მათი შვილია. ამიტომ მომძებნეთ? კი, მაგრამ პირადად ომერს არ ვიცნობდი. მას ბავშვობის მეგობარი ჰყავს ჯენგის ათაი. მე და მას საერთო ბიზნესი გვაქვს, ის ხშირად სტუმრობდა ამ ოჯახში. მისგან გავიცანი ესენი. კარგი ხალხია, ხანდახან მეც მივდივარ მათთან. კარგი ბატონო ესა. კარგი. ესო ეს იყო? კიდევ რა მის თქმა ხომ არ გინდოდათ? არ ვიცი. რას ეძებთ? კარგი. დიდი მადლობა დახმარებისთვის. ერთად გავიდეთ. რა თქმა უნდა. სელიმ სომერუჩარის ოჯახის მისამართი მიეცი. ახლა იქ მივდივარ. სად მიდიხარ, წაგიყვანოთ? თუ გინდათ ძია მომთასთან მე წამოყვებით. არ არის საჭირო. საქმე ისაა, რომ მათ ცოტა ხნის წინ უმცროსი ვაჟი დაკარგეს. უცებ პოლიციის მისვლა მოხუცი ხალხია. ნაცნობი ადამიანის დანახვა გაეხარდებათ. ჯენგიზ. რა მოხდა? ასე მძიმედ რატომ სუნთქავ? არაფერი არ მომხდარა, შემცივდა და ამიტომ მოვრბოდი. რას აკეთებ? ეზელის განადგურების გეგმას ადგენ? არა, რატომ მეკითხები, მოხდა რამე? ჯენგიზ, რა უნდა მომხდარიყო? მე მეგონა კენანს ელაპარაკე, ანუ მშვიდობა არა? ისევ ერთად მუშაობთ? შენ თვითონ გკითხე კენანს. აუზთან გელოდება. ეიშან. კარგ ხასიათზე ხარ? ო, გადავწყვიტე ეზელი ციხეში დავაბრუნო. პოლიციას საბუთები გადავეცი, რომლითაც მტკიცდება, რომ ის ომერუჩარია. ალბათ ახლა დაკითხვაც ეხავთ. და დღესვე დააპატიმრებენ. კენან, ჩვენ რომ გაგვცეს? მით უკეთესი. შენ ხელს ვერ გახლებენ, ბრალს ვერ დაგდებენ, მტკიცებულებები არ არსებობს. ალი და ჯენგიზი კი ციხეში წავლენ. ეზელსაც გაასამართლებენ ციხიდან გაქცევის გამო. ერთი გასროლით სამ საქმეს მოვაგვარებთ. ამიტომ ხარ ასეთი კმაყოფილი? არა, ამიტომ არა. ადამიანებს ავიწყდებათ სიხარული, როცა ჩვეულებრივ რაღაცას იღებენ. მე ახალი გამარჯვება მიხარია. შენი ახალი გამარჯვება მე ვარ. შენც კი არა. ახალი შანსი. მე მახარებს უმნიშვნელო შანსიც კი. რომლითაც შენი მოპოვება შემიძლია ეიშან. როცა ეზელი აღარ იქნება, შეიძლება ერთ მშვენი ერთ დღეს მე და შენ და ჯანი ნუ იცინი. ვიცი არ გიყვარვარ და ფიქრობ, რომ ჩემს შეყვარებას ვერ შეძლებ, მაგრამ შენ აქ ხარ. მე შემიძლია შეგეხო თუ ხელს გამოვწევ. რომ იცოდე როგორ მინდა რომ შეგეხო. მაგრამ არ ვაკეთებ ამას. შეიძლება ერთ მშვენი ერთ დღეს შენ თვითონ გამოიწოდო ხელი ჩემკენ. ამაში დარწმუნებული ხარ? გამაჩერე. და ახლავე გავათავისუფლებ ეზელს. ეზელი თუ გჭირდება ახლავე გამოვითხოვ, მთელ მასალას უკან. მას გაათავისუფლებენ. გავაკეთო ეს? აი რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე ხელს გამოიწუდი ჩემკენ. ზოგჯერ ადამიანები ტყუილად ებღაუჭებიან წარსულს. მაგრამ ახლა ეს ასე არ არის. შენ მე იმედი მომეცი, ამჯერად დაგიჯერებ ეიშან. გულმა ვიწყობა არის თუ არა უსინდისობა, ის ხომ საშუალებას აძლევს ადამიანს დანაშაულის გრძნობა დაივიწყოს. ან იქნება ეს თავისუფლება, რომელიც ადამიანს პატიების ნებას აძლევს. რომ იცოდე როგორ ვღელავდი, მაგრამ რეჟისორი კმაყოფილია. მითხრა რომ ეს ხომ ეს რამიზის სახლია. არ მესმის აქ რატომ ვართ? რატომ? ის ხომ ჩვენი მეგობარია. დროა მისი ცოლ-შვილი გავიცნოთ. წავედით. არა. უხერხულია. მოდი სხვა დროს იყოს.
მოიწიეთ. თქვენთვისაც მოგვეძებნება თებშები. დიდი მადლობა, არ არის საჭირო. ყოველთვის იატაკზე ჯამთ? რამდენჯერ გითხარი კერძები მაგიდაზე დაეწყო მეთქი. რას ვიზამთ ჩვენთან ასეა მიღებული. ჩვენ სოფელში ასე ჭამენ. გასაკვირველია. წარმომავლობას ვერ საწეუა კაცი, უბრალოდ მიკვირს რა მის ისე უყვარს მდიდრული ცხოვრება. არადა, აი ასე ცხოვრობს. თუმცა ჩვენ კინო გადაღებიდან მოვდივართ. სცენარი წაიკითხე? არა. ეს სამწუხაროა. დღეს საკვანძო ეპიზოდი იყო. ეგ რას ნიშნავს? ეს კინემატოგრაფიული ტერმინია. გაზეთებში კინო არ არის? რა ხდება? ადრე ჩემთან სტუმრად არ დადიოდი. რამის, ყოჩაღ რომ შემოგვიარეთ. ძალიან მინდოდა შენი გაცნობა, რამიზე ხშირად უსმენს შენ სიმღერას, რა ქვია? კიდევ არსებობს შანსი. ჩემთვის არ გითქვა მზმაო, თორემ გადაღებაზე წაგიყვანდით. სელმამ ფონოგრამის გარეშე იმღერა იქ. ეს კინოში წასვლასავით არის. ერთხელ მაინც ყოფილ ხარ კინოში? მოდი დავალაგოთ. კენან მომეხმარე. არა, ეს ქალის საქმეა. მე და შენ ავალაგოთ. მოდი. Tatlı almıştım. კბილეული ვიყიდე და მანქანაში დამრჩა. ახლავე მოვიდა. რა ხდება? ასე რატომ იქცევა? კენანი? არ ვიცი. იქნებ ხდება. საიდან რამის? უბრალოდ ძალიან გაღიზიანებული ამ ბოლო დროს. რაც თავისი ძმისგან დაბრუნდა ვეღარ ვცნობ. ჩემთანაც ასეთია. საერთოდ ყველასთან ასეთია. ანუ, ცუდად გაქცევა? სიმართლე მითხარი. რა ვქნათ რამის? როგორ დავივიწყოთ ყველაფერი? ჩვენ შორის არაფერი არ ყოფილა. დაივიწყე. კენანის გამო. კენანის გამო. ყველაფერი უკვე წარსულშია. მაინც არაფერი არ ყოფილა. სხვათა შორის კინოში ნამყოფი ვარ. ანუ მინდოდა მეთქვა ვიცი ეს რასაც ნიშნავს. მეგონა საქმე ის იყო, რომ ამის დავიწყებას ვერ შევძლებდი. აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მე ვაპატიე. და აი, ისევ მომიწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა წარსულის გამო. დეიდა მელიხა. შვილო? მეგობართან ერთად ვარ, დეიდა მელიხა. მას ენგინი ჰქვია. გამარჯობა ქალბატონო, ბოდის გიხდით რომ გაწუხებთ. ის პოლიციიდან არის. რა იყო? რა მოხდა? მელიხა. ეზელი მოვიდა, ეზელი გახსოვს? 5 წუთით შემოგვიშვებთ. მობრძანდით. რაშია საქმე, ბატონო ენგინ? ეს თქვენ შვილს ეხება, ბატონო მუმთაზ. მერც? ომერს. თქვენს უფროს შვილს.
ბოდიშს გიხდით, მელიხას თავის ოთახში ავიყვან. დარჩეს ბატონო მომთაზ, რამოდენიმე შეკითხვას დავსვავ. ჩემი მეუღლე თავს კარგად ვერ გრძნობს, გადაიღალა. მე მკითხეთ, რაც გინდათ, მან კი ჯობს დაისვენოს. ქალბატონო მელიხა, ბოლოს როდის ელაპარაკეთ თქვენს ვაჟს ომერს? ბატონო ენგენეს. რასასაცილო ბიჭია. შენ რა ხუმრობ? როდის იყო ის? ომერი აქ არის. შვილო. მაგრამ ამბობენ მოკვდაო. ამბობენ. ყველა ასე ამბობდა, მაგრამ მე არ მჯეროდა. მერე კი ომერი მოვიდა. სუნზე ვიცანი. გამოდის რომ ის ცოცხალია. გიამბოთ როგორ მოახერხა თავის დახსევა. მიამბო. ერთი კაცი. დაიდა მელიხა. დაეხმარა. რა ქვია იმ კაცს? ომერ რატომ მისვამს ამ შეკითხვებს? ომერ. ომერ რა ხდება? ომერ. აქ ვარ დედა. მე კიდევ შემეშინდა. არაფერი არ მომხდარა, აქ ვარ. აქ ვარ. ბატონო ეზელ, ჩვენი წასვლის დროა. დედა, შეიძლება რაღაც კითხო? ბატონო ეზელ. დედა, მერტი სად არის? მერტი. აქ არ არის. შენ თვითონ არ წაიყვანე. სად წავიყვანე, მერტი, დედა? შენ არ მითხარი დავმალე რომ რამე არ შეემთხვესო. იმის შემდეგ იყო მოსული. სიმართლე მითხარი, დედა. მითხარი, დედა. იყო. ზოგჯერ მოდის ხოლმე. ღამღამობით მოდის, მაგრამ იცი ძალიან ჭკვიანია, საერთოდ არ გავს მერც. გელაპარაკება ხოლმე? ზოგჯერ. მერე ისევ მინდის ხოლმე შენსავით. ამბობენ მერტი მოკვდაო, დედა. რა სისულელეა? ის არ მომკვდარა, ხომ ასეა? არა, მერტი ცოცხალია. ჩემი ბიჭები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. აბა რას ამბობ ომერ? ეს საკმარისია? მაპატია, დედა, მაპატია. აპატია, დედა. მერტი ცოცხალია. ჩემმა ომერმა დაიცვა ის, გასაგებია? გასაგებია? ყველაფერი გასაგებია თქვენთვის? შეიძლება წავიდე? ხო, ბატონო ეზელ. ბოლო თხოვნა მაქვს. თქვენი თითის ანაბეჭდები მჭირდება. რატომ? წესებია ასეთი. ეჭვები ვერ გაგიფანტეთ? გითხარით ასეთია მეთქი წესები, ვალდებული ვარ ანაბეჭდები აგიღოთ. თქვენს ადვოკატს გითხეთ, ის დაგიდასტურებთ. შემიძლია დნმ-ის ანალიზიც მოვითხოვო. არ მისმის რატომ ხართ წინააღმდეგი. საღამოს დაგირეკავთ. სად იქნებით? მე შენ ვერ გამიფრთხილდი. გეუბნებოდი შვილო, ხომ გეუბნებოდი შენ არ აგირჩევს მეთქი. ო, მაგრამ ის არ გითქვამს, რომ ეს ასეთი მტკივნეული იქნებოდა. არც ის გითქვამს, ახლა რა უნდა ვქნა. შვილო, მაგას ვერავინ ვერ გეტყვის. შენ თვითონ მიხვდები, როგორ უნდა დაივიწყო. მე არ მინდა მისი დავიწყება, მამა.
მინდა რომ ძულდეს. მინდა მაგრად შევაჯანჯღარო, რომ აზრზე მოვიდეს. ოდა შეაჯანჯღარე. რა ვუთხრა? როგორ უნდა გავბრაზდე კაცზე იმის გამო, რომ არ ვუყვარვარ? შენ გირეკავენ, მამა. მე? ალო. მანქანაში ვზივარ, შვილო, ოფისში მივდივარ. ძია, შეიძლება მოვიდე. ძალიან მჭირდება შენი რჩევა. თუ სერიოზულად მოხკიდეს ხელი ომერის საქმეს, ჩემი რჩევა კი არა, ის გჭირდება, რაც მე დამიტოვე შესანახად. თან წამოიღე, ძია. როცა ახალ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი, რომ თავის გადარჩენისთვის იმას ჩავიდენდი, რაც შურის ძიებისთვისაც კი არ ჩავიდინე. ალი, ჯენგიზი, ძარცვა. არ ვიცოდი, რომ დიდი ხნის მტრებს კი არ დავსჯიდი, არამედ მეგობრებს, რომლებსაც ყველაფერი ვაპატიე. შემოდით. Yürü. Adeki. Ha? Ra. Yürü dedim, kalk oradan. Adeki metki. Son seferi hatırlıyor musun? Şengi yakeden zadi. Hatırla yerine. Droze. Sen benimle geliyorsun. Namaz tavida be. Zavedit. Gasagebiya çubi ginda, me ara şen ginda. Ra. Biliyoruz lan kim olduğunu. Me vitsi vins xar, ali marzuxi xar, bosi xar, მსოფლიოს მბრძანებელი. გაუთავებლად იმეორებ ამას. ნებით სამოხვალ თუ ძალით წაგიყვან. გადი აქედან. გაგიჟდი ხალხის თანდასწრებით რას ბედავ? შენ თვითონ გაგიჟდი. მე შენი კაცი ვარ, თუ შენი ძაღლი. ეს ხომ უკვე გავიარეთ, რას ბოდავ? მე შენი მეგობარი ვარ ალი. შენი ერთადერთი მეგობარი ვარ. როგორ ბედავ, რას მიყვირი? რა ბრძანებებს იძლევი? შენ რა მეგობარი ხარ? ხან ეზელს ეჭხუბები, ხან აზაც. რა იდიოტი გონი ვარ? გაგიჟდი? სადამდე დაეშვი? მაინც სადამდე? პატარა სულელი ბიჭივით იქცევი. მოკლავ. მე მომკლავ? მე რომ არ ყოფილიყავი აქამდე დიდი ხნის მკვდარი იქნებოდი. შენი სიც კი არიცი პისტოლეტი დატენილი გაქვს თუ არა? მოკლავ. როცა მწარდები ირგვლივ ვერაფერს ვეღარ ამჩნევ. მე რომ არ ყოფილიყავი ამ მწვერვალს თვალით ვერსად ნახავდი. შურიანო. უმათურო. მოხალატე. უმათურო. ეგ უკვე მითხარი. იმიტომ რომ უმადური ხარ. როგორ შეიძლება კაცის ასე ერთბაშად შეცვლა? აზადი, რა? აზადის ბრალია ყველაფერი, იდიოტო, გაიგე? რა აზადი, რა? შენ რატომ მოხვედი? რატომ აზადი არ მოვიდა? ის რატომ არ მოვიდა? რატომ არ უნდა ჩემი უკან დაბრუნება? სად არის აზადი? როგორ მიმატოვა? როგორ დამაყენა არჩევანის წინაშე? შეიძლება საყვარელ ადამიანს ასე მოექცე. ალი მეგობარო, ნუ მეძახი მეგობარ სტეფონ, ნუ მეძახი. მე წინ მივდივარ. ძიას ადგილს უმიზნებ. გასაგებია? ო მეგობარო. ამ ყველაფერს მარტო როგორ უნდა გავუმკლავდე? ამას აზადის გამო შევეჭიდე. იცი რა ჭკვიანია? შეიძლება მე 3 დღე ვიმტვრიო თავი რაღაცაზე, ის კი წამში მოდის აზრზე. ტეფო. მარტო როგორ გავართვა თავი? როგორ გავართვა თავი ამ ყველაფერს მარტო? როგორც აზადთან ერთად აკეთებდი. აზადთან ერთად ყველაფერი ბავშვურ გართობად მეჩვენებოდა. არ იცის ეს. ფეხებზე კიდია. რატომ არ მოვიდა? ნუ თუ ყველაფერი ასე მარტივია.
იმასაც უნდა გავუგო მეგობარო. მან ბევრი ტანჯვა გამოიარა რამიზის ნაირების გამო. თვითონ მიდი მასთან. შენ არ მიატოვე? შენ არ აირჩიე ის? იქნებ რამიზის ადგილი კი არა, უბრალოდ აზადი გჭირდება. რა სიტყვი მეგობარო? 6 ძმასთან ერთად ვიზრდებოდი ტეფო. ყველანი ერთი თეფშიდან ვჯამდით. მეც მაო. ამიტომაც ვართ ერთად. ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ტეფო. ვისაც არც მიაფეხსაცმელი, რომელიც უჭერდა, ის ვერ გაიგებს. ვერასოდეს. ნუ ვიცი. შარლებს კემსავდი. მანქანებს ვარემონტებდი, კერძებს ვამზადებდი. 10 სამსახურში დავდიოდი და სულ სხვებისთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს. მანქანებს ვარემონტებდი და მერე სხვებს ვაძლევდი. ალი მარწუხი ეს ხომ მუდამ ის კაცი იყო, ვინც ყოველთვის სხვებისთვის შრომობდა. ისე რომ თავად არაფერი გააჩნდა. არასოდეს არაფერი გააჩნდა ტეფო, არასოდეს. ალი მარწუხი ეს კაცი იყო. ანუ არ ვაპირებ ამის დათმობას და ძველ ადგილზე დაბრუნებას. იქ აღარ დავბრუნდები, აღარც ეზელის, არც აზადის გამო. თუნდაც მომკლან. მაგრამ მაინც არ დავბრუნდები. სხვათა შორის ყბა და მილეწა. ალი დევპიკ გარეთ გადი სწრაფად დედა ჩემი გავანერვებული, მაგრამ ამით 1-2 საათი მოვიგე. თუმცა როგორც კი თითების ანაბეჭდებს შეამოწმებენ, არა და ამას ნამდვილად გააკეთებენ, მაშინვე მომაკითხავენ. რა ვქნათია? ეზელმა უნდა გადაწყვიტოს. რა უნდა გადაწყვიტოს? რა უნდა გადაწყვიტოს? დაუშვათ გაქცევის ამბიდან როგორღაც დავიძვრენ თავს. არავინ არ დაიწყებს დეტალურად იმ ამბებში ქეკვას. დაუშვათ შეცდომით გამომიშვეს ციხიდან, მერე რა ვთქვა, რას ვაკეთებდი ციხიდან გამოსვლის მერე. ერი ახლახან მოკლეს. მერე რა რომ სამხილები არ აქვთ. თავარი ისაა, რომ ომერს მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯეს. ხომ ასეა? სამუდამო პატიმრობა. მკვლელობის და ძარცვის ბრალდებით. და ეს ბრალდება არ მოუხსნიათ მისთვის. შენთვის ამ ბრალდების მოხსნა ერთადერთი გზითაა შესაძლებელი. მხოლოდ დამნაშავეების მხილებით. ეზელ. შენ თუ მათ ამას მისცემ, ჩემი საქმე წასულია. თუ არ მიცემ, ჩემი საქმეა წასული, ძმაო ალი. ეზელ. ალბათ სხვა გამოსავალიც არსებობს. ეზელ. რა სიტყვი ძმაო ალი? ისევ ჩავჯდეთ ციხეში სამუდამოდ იმისთვის, რაც არ ჩამედენია. იმისთვის, რაც შენ გააკეთე. ეზელ. ასე არ შეიძლება. მე ეს ამბავი თითქმის გადატანილი მქონდა. მე ცოცხალი გადავრჩი, წავედი თავს უშველე. ასე არ შეიძლება. არ შეიძლება, არა. მავალი. შანსის გულისთვის.
ასეც არ შეიძლება, კაია. მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ, ბატონო კენან. მე თავი დამანები აჯობებს საკუთარ თავზე იფიქრო. საყვარელი ქალი ყავს. ერთხელ მაინც ყოლია. ამჯერად ყველაფერს სწორად გავაკეთებ, კაია. ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს სწორად გავაკეთებ. სცენარი არ წაგიკითხავს? ცუდია. ისე გაზიანთებში კინო არის? დურ ბურდა, დურ. გააჩერე. რასთან დაკავშირებით გამოიბრანჭე ასე? გადაღებების დამთავრებას აღნიშნავთ. თარიკიც იქნება? რა თქმა უნდა, ის ხომ მთავარ როლს თამაშობდა. თარიკი გამაგლდა. მან გთხოვა ასე გამობრანჭულიყავი. ახლა თარიქს გადაეკიდე? ნახე როგორ გიყურებდა. ეს როლია. რა თქმა უნდა, ასე მიყურებდა. იცავ კიდეც? ღმერთო, თავი შეიკავე. მეტი აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია. იმას შეიკავოს თავი და მე მეც დავწყნარდები. ასეთი რაღაც როგორ დაუშვი? რატომ არ უთხარი რომ თავისუფალი არ ხარ? როგორ მიეცი უფლება რომ შეყვარებოდი? არ შეყვარები ვარ. უბრალოდ როლს თამაშობს. მე კარგად ვიცი რა სამსახურიცაა ეგ. როლებით იწყება და მერე სამუდამო სიყვარულს შემოგვიცავს სელმა. შენ კი სევდიანი სახით დაიწყებ ყურებას. ეს გინდა? რა სისულელეს ამბობ? ვიზე ლაპარაკობ? ვისზე უნდა ვლაპარაკობდე? შენზე. და რამიზზე. გონი არაფერი არ ვიცი? ყველაფერი გავიგონე. არ მესმის ეს როგორ გააკეთა? როგორ მომექცე ასე? როგორ გააკეთა ეს? როგორ? ხელი გამიშვი. ნაპატიოთ. უახლოესი წიგნების მაღაზია სად არის? წიგნები მჭირდება კინოს ისტორიაზე, რეჟისორებზე, სცენარებზე. სელმა. სელმა. სად არის სელმა? მე რა ვიცი რა მოხდა. არაფერი. კინოს ისტორია. ეს რა არის? ერთი-ორი წიგნი ვიყიდე. ეს რა გაკლდა? ვითომ ბანდიტი ამით რამის გაიგებს? კარგი, მიდი, წაიკითხე. რა იყო, რა სიღრინები? მოხდა რამე? არაფერი. მოხდა ის, რომ აიქუთ.
სელმა არ გინახავს? Bir şey mi oldu? რა იყო მოხდა რამე? Kenan arıyordu. კენანი გაზევდა. იმამ გაწყენინა? ვეღარ ცნობ. ამის ატანა აღარ შემიძლია. Ne oldu bu çocuğa ya? რა სჭირს? რაც თავისი ძმისგან დაბრუნდა, მართლა სულ შეიცვალა. Bana da barut. ჩემზეც გაბრაზებულია. არა დაუშავე. Üzülme. ნუ დარდობ. Kenan o bizim çocuk. ვიცი კენანი რა ტიპია. მეც ვითმენ. შენ შეეცადე. Ben de sık გეულის. geçer. Böyle değildir o. Düzelir. ასეთი არ არის. მალე მოეგება გონს. Tamam ağlama. ნუტირი, კარგი გეყოფა ნუტირი. Çocuğu yok. ყველაფერმა ჩაიარა. Ağlama. ნუტირი. Ağlama. კარგი. Geçti. დაწყნარდი. Yapamayız. ეს არ შეიძლება. კენანის გამო.